საღამოშვიდობის მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი ლაივი სარწმუნოების თემასთან დაკავშირებით. ზოგადად, მე ერთხელ კიდევ დავწმუნდი, რომ ჩვენი ერი არის ძალიან დიდ სქიზმაში. ანუ თავისი შეგნებული პირადული არჩევნით, ანუ გადაწყვეტილებით, თავისუფალნებით ირჩევს სიცრუეს. დღეს გქონდა ერთი ორ ადამიანთან დისპუტები, ანუ პოლემიკა და რატომღაც ამ ადამიანებმა აღარ ისურვეს ჩემთან საუბრის გაგრძელება, ანუ უბრალოდ კითხვებზე პასუხები ამოეწურათ. ისინი ასწავლიან ისეთ რაღაცას, რაც არ უთქვიათ მოციქულებს და ეს ცალსახად არის ტიმოთეს ეპისტოლის მესამე თავშიც გადმოცემული და პეტრეს წერილების მეორე პეტრეს წერილის მესამე თავშიც. მოვიდოდნენ ბოლო ჟამს დაცვნით ამცინავლი და უყურებთ მოძღვრებას დედაბულის ხაბლებს აყოლენი აცდენენ უმაკოთა გულებს, ვინც არ არის ჩახედილი წინა წერილში. ზოგადად, როდესაც ტექსტს უდებ უკვე რომ წავიკითხოთ ტექსტება, რას ამბობს იესო თავის თავზე, ამ ესენი ეძებენ მაინც და მაინც ისეთ რაღაცას, სადაც იესო ამბობს ისეთ სიტყვებს, თითქოს ის მამასთან ერთია, იმ გაგებით თითქოს მამა მის გარეშე არ არსებობს როგორც უზენაესი. და მოყავთ ესეთი სიტყვები ძველი აღთქმიდან, რომ თითქოს ის იესო არის პირველი და უკანასკნელი იახვე იესო. და შემდგომ ახალ აღთქმაში გადადიან და ამბობენ, რომ არავინ არ კეთილი გარდა ერთის ღმერთისა და თუ იესო სხვა ღმერთზე ამბობდა, ესე იგი თვითონ არ გამოდის კეთილიო? მაგრამ ავიწყდებათ მათეს ახარების 19 თავის 16-17 მუხლებში არ წერია ბერძნულ ორიგინალში არავინ არ კეთილი გარდა ერთი ღმერთისა. თარგმანი არის ასეთი ბერძნულად. მე მეკითხები კარგზე, ანუ სიკეთეზე, ერთი არის მხოლოდ კარგი. თუ სიცოცხლის მიღება გსურს, ცნებები დაიცავ. აქ არ წერია საერთოდ, რომ ერთი არავინ არ კეთილი გარდა ერთი ღმერთის. ერთი არის მხოლოდ კარგი, ეს წერია მარტო. დღეს ამაზე გქონდა საუბრები. შემოვიდე და მითხრა, რომ ვიზე საუბრობსო იესო, როდესაც ამბობს დაანგრეთ ეს ტაძარი და აღვადგენ მასო. როგორ შეიძლება მასო აღედგინაო თავისი სხეულიო, თუ თვითონ არ იყო ის მამა ღმერთიც რა, ძე ღმერთიც და სული წმინდა ღმერთიც ერთი ღმერთიო, რასაც ამების დოგმატი გვასწავლისო. მე მაქვს ძალა რომ დავდო იგი და მე მაქვს ძალა რომ კვლავ დავიბრუნო იგივე იოანეს 10:18-ით რომ ამბობს ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც კვლავ აღადგინა იესო, მაშინ ვინც ქრისტე იესო აღადგინა კვლავ თქვენს მოკვდავს სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენში დამკვიდრებული და აი ამ კუთხით ისინი ამბობენ რომ მამაზე და სული წმინდა არის ერთი ღმერთი და თითქოს იესო ღმერთმა აღადგინა როგორც თავისი თავი საკუთარმა თავმა. და არ მიეწერება ეს მხოლოდ ერთ ღმერთს მამას. მე მივწერე ესეთი ამ ადამიანს ჩემთან Facebook-ზე კომენტარებში არის შეგიძლიათ ნახოთ. ყურადღება უნდა გამახვილდეს ერთ საკითხზე. თუ წერილი უწოდებს იესოს უწოდებს უფალს, ხოლო ღმერთს კი მის მომავლინებელ მამას, მაშინ ის და მამა იდენტური და ტოლი ერთი ღმერთი ვერ იქნება. მაგ ლოგიკით სიკვდილი შეეხო მამის სუბსტანციასაც. რადგან თუ სამებას დაუჯერეთ მამას ძის გარეშე, ღმერთი არაა. ტერმინი თანასწორი ან და ტოლი უკვე გამორიცხავს მამის მხოლობითობას. ასე რომ შეუძლებელია ღმერთი გამოეგზავნა დედამიწაზე, თავისი ძის სახით ამავდროულად განკაცება არ შეხებოდა მამასაც, რაც არის მეორე საუკუნის ერესი პატრიპასიანიზმი. თუ ღმერთი განკაცდა, მაშინ სიკვდილი შეეხო ღმერთის ბუნებასაც, რადგან ზეცაში ამაღლებული იესო ამბობს, რომ ვიყავი მკვდარიო. გამოცხადების 1:17-ში. 17-18. თუ მოწაფეებს ასე ეგონათ, რომ იესოს სიკვდილით არსებობა შეწყვიტა უზენაესმა, მაშინ გამორიცხული იქნებოდა აღდგომის მოლოდინი მისგან, ვინც არსებობა შეწყვიტა. თუმცა ისიც უნდა გავიაზროთ, რომ იესომ თავისი მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი მამას. ებრაელთა წერილის 9:14 მუხლის მიხედვით. ჩასული იქნა ჯოჯოხეთში და სიკვდილით დაამარცხა, ანუ ქაოსი შეირყა. ვინაიდან სიკვდილმა მოკლა ისეთი სხეული, რომელსაც არ ჩაუდენია ცოდვა. თუ კი ღმერთმა აღადგინა იესო და ამ ღმერთში იესო გამოდის მამაც, მაშინ ვისი ძე იყო, ვის შეწირა თავისი თავი უბიწო მსხვერპლად, როცა ნეტარი ავგუსტინა წერს, რომ მამა სამება არა, არც ძე არაო, მამაო. და ასე მომწერა, რომ იესო ადამიანური ბუნებით იყო დედამიწაზე, გავიწყდებაო.
დრავიშენებული სამების სახსნა პირველად მოვისმინე მაგას, რომელი ქრისტიანი გადაგებს, რომ იესო მამა იყო ან მამაც გამოდის, არასდროს გაქვს ან ვინმესგან მოსმენილი ან წაკითხული. ეხლა მე ვუთხარი. არსებობს მეორე ვარიანტი ამ მუხლის, თუ ეს სახსნა არ მოგეწონა. ვის მიმართ შესწირა ლოცვა-ვედრება იესომ, თუ კი თვითონ შეეძლო საკუთარი თავის კვეთით აღდგენა მამისგან დამოუკიდებლად, ებრაელთა წერილის მეხუთთავის მე-7 მუხლში. აქ თავად ამბობს, იმიტომ მოუყვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავუბრუნო იგი ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს ცნება მე მიღია მამა ჩემისგან. ივანეს სახარების 10:17-18 ამბობს იესო. ანუ ეს ცნება მამა ჩემისგან მიმიღიო. თვითონ კი არ იყო მამა. მაშინ სხვაგვარად რაღაც აღავლენდა ლოცვას მამისადმი, თუ კი მას თავად შეეძლო დახსნა სიკვდილისგან, მაშინ რატომ წერია, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგიო, რა საკუთარ თავზე ლოცულობდა? ამიტომ ამბობს პეტრეს სამუდამო ხსნებას არ მისცა მამამ და აღადგინა ეს უფალი მკვდრეთითო საქმე მოციქულთას 2:31-ში. ასევე პავლეც იგივეს ციტირებს პისიდიის ანტიოქიაში და ამბობს საქმე მოციქულთას 13:34-ში, რომ ხსნებისთვის არ გაიმეტა მამაზე ცირმა თავისიძე იესო. ანუ სამუდამო სიკვდილში არ დატოვა. თუ კი უფალი ღმერთია, ღმერთმა თავისი თავი აღადგინა უფლის სახით? ანუ უფალი მოკვდა? წაიკითხეთ კარგად წმინდა წერილი, იქ ვერსად ვერ ნახავთ, რომ იესომ საკუთარი ძალებით აღედგინა თავი. საქმე მოციქულთას მესამე თავის 26 მუხლში იესო არის უზენაესის მსახური. ვერავინ ვერ იტყვის, რომ იესო იყო საკუთარი თავის მსახური ამ გაგებით და თავისი ძალისხმევით აღედგინა თავი მამისგან დამოუკიდებლად. მაშინ მოციქულები იტყუებიან, ან ქრისტე გვატყუებს. თქვენ გავიცდებათ, რომ იესო ადამიანური ბუნებითაც ღმერთი გახდა. სხვაგვარად არ იტყოდა იოანე სიტყვა ხორცად იქნაო. ანუ იქცაო, ივანეს სახარების 1:14-ში. მე თქვენ იცი რა ვერ გამეია, იძახით რომ ღმერთი განკაცდა და ამავდროულად იძახით რომ კაცური ბუნებით იესო ღმერთი არ იყო. და კაცობრივი ბუნებით ევედრებოდა მამას, თითქოს ის ღმერთი არ იყო. მაშინ იესო გვატყუებდა ამდენი ხანი, ხო? იძახდა რომ ზეცნე ჩამოვედიო. იძახით ღმერთი განკაცდაო და მე მეუბნებით ადამიანური ბუნება ქონდაო. და ზუსტად მაგას არ ამტკიცებთ, რომ ღმერთი იმიტომ გახდა ადამიანი, რომ ეს ადამიანი გამختارიყო ღმერთი? თქვენი მე არ მისმის, რაც შეეხება სამებას კიდე, არც ტერტულიანე, არც ლაქტანციუსი, არც იუსტინე წამებული, არც ორიგენე, არც იპოლიტე რომაელი და არც სხვადასხვა პირველი საუკუნის წმინდა მამები არ აღიარებდნენ, რომ ერთი სამის გარეშე ერთი ღმერთი არაა. ესა ნოეტიდოსისა და ფრაქსიაქსეს ერესი, რომელიც შემდეგ აიტაცეს თვითონ წმინდა მამებმა და უამრავი სქიზმა მოხდა და დაპირისპირება ამის გამო, იმიტომ ჩატარდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება კონსტანტინოპოლში 391 წელს, სადაც დაესწრო ნეტარი ავგუსტინეს და დაწერა თავისი 20-იანი ნაშრომი გამოაქვეყნა სამების შესახებ, სადაც იქ ამბობს კიდევაც, ხო? მამა არ არის ძე, არც სული წმინდა, რადგანაც ღმერთი არ გამოდის საკუთარი თავიდან. ამას თვითონვე აღიარებ, რომ ანგელოზის სახითო ღმერთი არასდროს არ ჩამოსულა დედამიწაზე. და არის კიდე ესეთი კითხვა, მეორე კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე დაისვა ესეთი კითხვა, იყო თუ არა ის სამება, ის ანგელოზის სამება, რომელიც მოსეს ბუჩქიდან დაელაპარაკა. ანუ შეუძლებელია, ხო, თუ სამი ანგელოზის სახით მოდის, უცბად ერთი ანგელოზის სახით მოსულიყო სამება. და დადიოდა თუ არა ღმერთის სამება ედემში და ელაპარაკებოდა თუ არა ადამს. როგორ დადიოდა სამება, თუ სამი პიროვნება ცალ-ცალკე არის, ხო, და ამბობენ რომ მამა ძე არ არის და იდენტურები არ არის. გამორიცხული არის, რომ იქ დადიოდეს სამება ღმერთი და ეძებდეს ადამს, ოდესაც მან იცის უკვე ადამიანსაც არის. და ადამიანს შეუძლებელია არ ცოდნოდა, რომ უზენაეს ვერ დაემალებოდა და რა, თქვენი აზრით უზენაეს დაემალა? აი მის განმარტება არის კიდე ის ბაიტმანის ლექსებში. იუდეველების განმარტავენ, რომ ძალიან კარგად იცოდა უზენაესმა, რომ კაინი მოკრავდა აბელს, მაგრამ უთხრა წინასწარ, რომ ცოდვა კარეთანა და იბატონე მასზე. მაგრამ პიროვნულ არჩევანში ხელი არ შეუშალა. ასევე იმ ღმერთმაც, რომელიც ჩამოვიდა დედამიწაზე და ეძებდა ადამს, ძალიან კარგად იცოდა, სად იყო ადამი, უბრალოდ ადამის გამო და აღიარება მოესმინა. რაღაცნაირად რომ შეცდომა დაუშვა და თავის პირით ეთქვა, ამიტომ ეკითხება, ის იმ ხიდან ხო არ გიჭამია ნაყოფი, რომელიც აგიკრძალე. ანუ თვითონ აღიარებინა სინანული გამოიხატა ადამიანს, მაგრამ ადამა დედაკაც დააბრალა. ამიტომ ეკითხება, ადამს სად ხარ? განა არ იცის, უბრალოდ მისგან უნდა რომ ის სირცხული, რაც ადამიანში არის, განაქარვოს და ვაჟკაცურად გამოვიდეს და აღიაროს თავისი ბრალი. ამიტომ ეკითხება და არა ის რომ არ იცოდა. და რაც შეეხება ადამიანის დამალვას, ადამი რომ დაემალა, ადამი იმიტომ არ დაემალა, რომ
ფიქრობდა რომ უზენაეს დაემოვლებოდა, არამედ სირცხვილის გრძნობით, რადგან შიშველი იყო, არ უნდა წავდგომა უფლის წინაშე, რადგან უფალთან პირისპირ შეხვედრა არ უნდა შიშველი წამდგარი, ამიტომ თავის ჭკუაში ის დაიმალა. ანუ სირცხვილით დაემალა უზენაესის პირისახეს, რომ პირისპირ წამდგარიყო მასთან. თორე უზენაესმა ისეთაც იცოდა, რომ ადამიანი შიშველი გახდა და ადამიანი დაემალა მას. უამრავი აღმოსავლეთის ეპისკოპოსები, ასევე ალექსანდრიის ეპისკოპოსები ნიკეის კრებაზე გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და 391 წელსაც 50 ეპისკოპოსის სახელებია ჩამოთვლილი, რომელმაც არ აღიარეს ოფიციალურად სამების დოქტრინა და დაუბრუნდნენ ისევ თავიანთ ეპარქიებს. ეს საუბარია ალექსანდრიის ეპისკოპოსებზე, ხუცესებზე და პრესვიტერებზე. ადრე ერთი რანგი იყო მეგობრებო, ხუცეს პრესვიტერი ცერქვა, პრესვიტეს ხუცესის და ამ ორივეს ერთად ეპისკოპოსებსაც ეძახდნენ. ადრე არ იყო რანგები და იერარქია, რომ ეპისკოპოსი ხუცესი მაღალი არის. ამას თვითონ მიკროპირი ამბობს. ყველაფერი დაამახინჯეს რა, როგორც აწყოს ბიბლია მოარგეს და ის მუხლებიც არავინა კეთილი გარდა ერთი ღმერთისა ჩამატებული, ანუ თავიანთ ბიბლიას მოარგეს რა, რასაც დღეს აკეთებენ სამწუხაროდ ბევრი დენომინაციის ხალხი. რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ სამებაზე დავა ეს არ დაწყებულა ნიკეის კრებაზე, არამედ გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ უკვე დაიწყო. პირველი იყო ეს ნოეტიდიუსის ერესი, ქრისტესშობიდან 130 წელს თარიღდება და უკვე არსებობდა მსგავსი ერესები სამებასთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებს წმინდა ეპიფანე კვიპრელი თავის ნაშრომში პანარიონი. დაახლოებით ის 80-მდე ერესს ასახელებს. ეს ადამიანი წერს, რომ მაინც იგივე სიძახიო, თითქოს თვითონ არ იყო მამაო და არასწორად გაქნაფიქრია მოსმენელი. მაგას არავინ არ ასწავლის, რომ იესო თვითონ იყო მამაო. ნუ ეგ შენი რწმენა უკვე რაც შეეხება მაგ წამებულებს არ ჩამოწერე ყველა აღიარი და სამებას თუ კი გადაამოწმებ. არც ერთი არ აღიარი და მეგობრებო, ნატანციუსის ნაშრომებიც ამაკ ტერტულიანის წაკითხული, იუსტინე წამებულის და ორიგენესის და ასე ვთქვათ, იპოლიტე რომაელისაც. ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთი არის ერთი უდიდესი ღმერთი და ისინი არ არიან ღმერთები, ვინც ემორჩილება ერთ უდიდეს ღმერთს. როგორ არიან ახლა, როგორ აღიარებენ სამებას? არც ერთ ტერტულიანიც კი არ აღიარებდა პირველი პრაქსისის ნამდვილ მეორე თავში პირდაპირ ამბობს, რომ გამორჩნენ ერეტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი სამის გარეშე ერთი არ არის. ამას კრეხილობას უწოდებდა, ხვდები, განაეთანხმებოდა რა სამებას თითქოს. ჰიპოსტაზები არიან, არა, პირიქით ის ამბობდნენ, რომ მამის ტოლი არ არის. განაიფიქრებდაო ძეო იმას, რომ დათანხმდებოდა იმ აზრს, რომ მამის ტოლი ყოფილიყო? რა თქმა უნდა, არა, ამბობს ტერტულიანი. ჰერმოგენესის წინააღმდეგ მესამე თავში. ორიგენესთვის და ტერტულიანისთვისაც ღმერთი არ იყო ყოველთვის შემოქმედი და მამა. როდესაც მან დაიწყო შემოქმედება, ის გახდა ძის მამა. ყოველთვის არ იყო ძის მამა. ფსალმუნები 2:7-ში წერია ეს კუმრანის ტექსტში, დღეს გავხდი შენი მამაო. და ეს შობაც მაგაზე მიანიშნებს, რომ გაჩენა დღეს გშობე შენ. ვისი მამა იყო თუ ანუ მე რომ მამა გავხდი, შვილი უნდა ვიყოლიო და თუ შვილი სულ მყავდა, მაშინ მამა აღარ ვიყავ, იმიტომ რომ ჩემი შვილი, ჩემი საკუთარი თავის შვილი მე ვარ. და ამას ეს ვერ გაუგიათ ხოლმე რა, ისინი დაუპირისპირდნენ ღმერთს და მის ცხებულ ძეს, ანუ იესო გახადეს უზენაესი და უზენაესობას წაართვეს თავისი მამობა და მამა გახადეს ცხებული. რატომ უნდა ჩაითვალა იესოს ნატაცებად ღვთის თანასწორად ყოფნა, თუ ისინი ისედაც თანასწორნი იყვნენ? ეს ფილიპეთა წერილის 2:6 მუხლი მომიყვანა და მე დავუსვი ესეთი კითხვა. ეშმაკი უზენაეს ღმერთს შეხვდა იესოს სახით და ვერ იცნო? ვისი თქმა გინდათ, რომ ეშმაკმა არ იცოდა იესო ვინ იყო? მაშინ რატო ციტირებს 91 ფსალმური და შენზეა დაწერილიო, თუ გადახტები აქედან იახვე თავის ანგაროებს უბრძანებს და დაგიცავენო. შენს გამო. ანუ იესო არ ყოფილა იახვე, ხო? თუ კი სამების მიმდევარი თეოლოგების თქმით უზენაესი არსად და არასოდეს არის მხოლოდ ერთი ჰიპოსტაზი დანარჩენი ორის გარეშე, მაშინ ხდება შეკითხვა, როგორ ღვთის ეს ერთობა ისეთსავე ერთს, როგორი ერთიც არის მამა და ძე? იოანეს სახელები 17:22-ის თანახმად. თუ ძე არის თანასწორი მამისა, მაშინ შეუძლია თუ არა ძეს მამისგან დამოუკიდებლად რამის შექმნა. თუ კი ის არ იხილავს მამის საქმეს, იოანეს სახელების 5:19 მიხედვით. რა თქმა უნდა, იესოს თქმით, მას არ შეუძლია თავისთავად რამის დამოუკიდებლად რამის გაკეთება მამის ჩარევის გარეშე. რატომ უნდა ჩაითვალა იესოს ნატაცებად ღვთის თანასწორად ყოფნა, თუ კი ის ისედაც იყო თანასწორი?
რაც შეეხება ფილიპეთა წერილის 2:6 მუხლი, რომელიც თქვენ მოიყვანეთ ძველი ქართული ენით, ამაზე პასუხი მაგის წინა მეხუთე მუხლში, სადაც პავლე წერს, რომ ისეთივე ზრახები ვიქონით, როგორც ქრისტე იესოს. ანუ ჩვენ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც იესო ფიქრობდა, თითქოს ის ღმერთის ტოლი იყო და ჩვენც ასე უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთის ტოლები ვართ. თუ კი დავუშვებთ, რომ იესოც ასე ფიქრობდა და თვლიდა თავს ღმერთის თანასწორად, თანასწორი უკვე ნიშნავს ორ ღმერთს. და თქვენ შემთხვევით ტრითეზს ხო არ გადაგებთ, კარგად გადაამოწმეთ. მე ამ მუხლის განმარტების მეორე ვარიანტსაც მოგწერთ ლათინური ვულგატიდან თუ გაინტერესდებათ. ნეტარი ავგუსტინე წერს ასეთ რაღაცას, მეგობრებო, ეს აღნიშნულოვანი აუცილებლად მოისმინეთ. მაშასადამე თუ არ ვიტყვით, რომ სულიწმიდა არის დაბადებული, არ გაუბედოთ იმის თქმას, რომ ის უშობელია. რათა ამ სიტყვამ არ მიგვიყვანოს ვივარაუდოთ, რომ სამებაში არის ორი მამა ან ორი ადამიანი, რომლებიც არ არიან წარმოშობილი სხვისგან. даже სულიწმინდაც კი არ არის უშობელი, ის არის წარმოშობილი მამისგან და არ არის ღმერთი. ამ გაგებით. უზენაესი ღმერთი, სულიწმინდა არ არის. იმიტომ რომ წარმოშობილია, ღმერთი კი არ არის არავისგან წარმოშობილი. Se dunque non siamo c'è lo Spirito Santo e generato non osiamo tuttavia di c'è ingenerato per timore c'è questa parola fazia supporre c'è si sono due padri nella Trinità o due persone che non hanno origine da un'altra. Sant'Augustino Hippo de Trinitate. Lo Spirito procede dal Padre e dal Figlio, ma primariamente dal Padre. 26:47 ეს არის აუგუსტინეს ნაშრომი სამებაზე, რომელსაც 20 წელი წერდა. არის თუ არა იესო უზენაესის თანასწორი და თუ არის, რაში გამოიხატება ეს თანასწორება? შეუძლია მას მისგან დამოუკიდებელ რამის შექმნა, როგორც თანასწორს და თანამარადეულ არსებას? თანასწორი ხომ ნიშნავს უკვე ორ განსხვავებულ პიროვნებას. ვის მიმართ არის თანასწორი? თანასწორს როცა იძახიან, უკვე ყოფენ ორ პიროვნებად. ვისთან მიმართებაში წერს თანასწორი, თუ კი ის თვითონაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი? პირველი საუკუნის ქრისტიანებში იყო ასეთი თქმულება, რომ მამა იყო ცალკე მარტოთყოფი პირველყოფილი მარადიული მამა. მერე კრებებმა დაამაყილეს ეს ღვთის შესახებ სწორი სწავლება და ინფორმაცია. აი როგორი თქმულება იყო პირველი საუკუნის ქრისტიანებში, სანამ ეს ერესები შემოვიდა. პირველყოფილ მამას სურდა შეექმნა სიტყვა. Il padre primordiale volle creare la parola. რაც შეეხება ფილიპელთა წერილის 2:6 მუხლში აუწყდებათ ბერძნული ტერმინი ჰეგეომა, რაც ნიშნავს მართლობას, უფროსობას, თავკაცობას და ასევე წინ ნაბიჯის გადადგმასაც. შედარებით საქმე მოციქულთა 7-საც ფიქსირდება ეს ჰეგეომა, რაც ფილიპელთა 2:6-ში არის, ასევე საქმე მოციქულთას მე-14 თავის მე-12 მუხლში ფიქსირდება ეს ბერძნული ტერმინი ჰეგეომა, რაც ნიშნავს წინ ნაბიჯის გადადგმას. ან ასევე უფროსობასაც. ასე რომ რა თქმა უნდა იესო ვერ იქნებოდა მამაზე უფროსი ან უზენაესი, იმიტომ რომ იოანე სახარების მე-13 თავში პირდაპირ ამბობს, არც ერთი მოციქული ან გამოგზავნილი ვინმესგან არ არის გამოგზავნილზე უმეტესი და უპირატესი. ასე რომ იესო თუ ამბობს, რომ მამისგან არის გამოგზავნილი, რა თქმა უნდა ის ვერ იქნება მამაზე უპირატესი. ამ გაგებით ამბობს ფილიპელთა წერილის 2:6-ში პავლე მოციქული, რომ ის მამაზე წინ არ წავიდოდა, მამაზე უფროსი არ არის. ანუ ნატაცებად არ შეუერცხავს თავისთვის სწორებად ღვთის, ნიშნავს რომ ის არ ფიქრობდა ანალოგიურად, ხო? ანუ პავლეს თლიანი ტექსტის კონტექსტში გამოთქვა შემდეგ აზრს ამოხსნა დაკავშირებით. ქრისტე თუმცა იყო რა ხატი ღვთისა უხილავისა, მაინც არასოდეს ღმერთზე წინ არ წასულა. ნატაცებად არ შეურაცხავს ღვთის თანასწორად ყოფნა, ნიშნავს რომ მაინც არასოდეს ღმერთზე წინ არ წასულა. ანუ გადაწყვეტილება არ წაუწმევია ღმერთისთვის. ლიდერობაში მასზე წინ არასოდეს დაუყენებია თავი. ანუ ნატაცებად, ანუ მოსატაცებელ რამეთ არ თვლიდა, ხვდები? ანუ არასოდეს არ თვლიდა რომ თანასწორობა მიიტაცა. ის კი არა რომ ქონდა თანასწორი. არა, თუ თანასწორი იყო, რატო იფიქრებდა მასე რომ მისატაცებელ რამეთ ქონია საქმე თანასწორობასთან, ხო? და მოიტაცებდა ამ თანასწორობას. თუ ის თვითონ იყო თანასწორი, რატო გაჩნდებოდა ამის მსგავსი საჭიროება, რომ ის მიეტაცა თანასწორობა? თუ ისიც იყო თანასწორი. ასე რომ პავლე მოციქული თლიანი კონტექსტში ამბობს, რომ მას თავშიც კი არ გაუვლია მსგავსი რამ, რომ თითქოს თავი გაეტოლებინა უზენაესისთვის. მაგრამ რატომღაც რელიგიურ ორგანიზაციებში და თეოლოგიურ სასწავლებლებში ჩამოყალიბდა შემდეგი აზრი. ის, ვინც ღმერთის სახით არსებობს, ღმერთის თანასწორია. მაგრამ ლათინურ ვულგატაში ვკითხულობთ სულ სხვა აზრს. ამ მოხდან დაკავშირებით ფილიპეთა წერილის 2:6-ში.
Que cum informa Dei esset non rapinam arbitratus et esse se aequalem Deo. Arbitratus ლათინური ტერმინი ნიშნავს თავხედობას, ანუ თავხედურად არ ფიქრობდა თითქოს ღმერთის თანასწორი იყო. ვინც ღმერთის სახით იყო, თავხედურად არ ფიქრობდა რომ ღმერთის თანასწორი იყო. იმედი ახსენ მეგობრებო, მე ეს ადამიანი გაბრაზდა და კიდე იგივე მომწერა რომ მან გარკვეული წერია რომ მიტაცებად არ თვლიდაო, ანუ იყო და რაც შეეხება მაგ თარგმნას, განსხვავებული დაწერენ მხოლოდ იაჰოვას მოწმეების ბიბლიაში ვკითხულობთ. არა და განსაკუთრებულად მივწერე ლათინური ვულგატა და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. სიტყვა არბიტრატუს ნიშნავს თავხედობას და არა მატაცებას. ანუ თარგმანიც კი არასწორად თავად გადმოტანილი ძველ ქართულად ხვდებით. რომელი მაზია საუბარი? მე ამას მივწერე რომ ჯერეთ ეს არის ლათინური ვულგატა და იაჰოვეს მოწმეებთან არაფერ კავშირში არ არის ეს მუხლი. რომ მე იაჰოველთა განმარტებებით არ ხემძღვანელობ. მაგრამ პირველი საუკუნის საეკლესიო მამები ვინც იყვნენ, იმათი გარდამოცემები და შევხედე მე კრებები. ნიკეის კრება, კონსტანტინოპოლის კრება, კალკედონის კრება 551 წელს, 451 წელს მოხდა თუ არ ვცდები. ანუ კრებების გადაწყვეტილება ვინ ას ფიქრობდა, მე ისინი მოვიზრდე და ჩემი აზრი გამოვიტანე და დაიმთხო ტერტულიანიზმს. არც ერთი პირველი აპოლოგეტები, არც ლაქტანციუსი და არც ორიგენე და არც ტერტულიანი არ თვლიდნენ რომ სამი ერთის გარეშე ღმერთი ერთი არაა. და ეს წერია კიდევაც ძველ აღთქმაში. ძველ აღთქმის ღმერთი იესო არ არის. ბერძნულში მაგაგები წერია ხეგეომა ნიშნავს წინაბიჯის გადადგმა, ანუ მამაზე წინ არ წასულაო. თქვენ რაც გაწყობთ, ისე მოვალგოთ წინა წელს ტექსტი, ეგაა ზუსტად ბერძნული სქიზმა, სხვა კი არაფერი. ანუ იესოს ბრაზდებთ და მის კვლელებს ამართებთ. მას როცა ცისწამოდნენ კაცი ხარ და თავი ღმერთად მოგაქვს, ანუ ღმერთს უტოლებო, რა ქნა იესო, მათგან დაითანხმა ამ ბრალდებას? არა. არამედ ამის საპასუხოდ თქვა, განა თქვენ ჯულში არ წერია რომ ღმერთები ხართო? და ასევე ერთი კაი მუხლი არსებობს, ლევანეს სახარების მიეთავის 36 მუხლი. და მამას, რომელმაც წმინდა ხო იგი და მოავლინა წუთისოფაში ეუბნებით ღმერთს კმაყო, რადგანაც თქვი რომ მე ღმერთის ძე ვარო? აი ესეთ კითხვას უსმევს, ამის საპასუხოდ იესო რომ ისინი ბრალდებდნენ რომ შენ კაცი ხარ და თავს ღმერთს უტოლებო. ეუბნება რომ მამასო, ვინც წმინდა ხო ძეო და ქვეყნად მოავლინაო, მეუბნებითო ხო? ეუბნებითო რომ ღმერთს კმაყოფო რომ თქვი მე ღმერთის ძე ვარო? აი რა პრობლემა იყო იმაში რომ იესო ამბობდა რომ მე ღმერთის ძე ვარ. ცოცხალი ღმერთის ძე ვარ. რა პრობლემა იყო ამაში თუ ჯულში ეწერეთ რომ ღმერთები ხარ და უზენაესის ძენი თქვენ ყველანი 91 ფსალმში. ნუ ხედებით ვაცდენ, ანუ ეს არის ჩვეულებრივად გაქეზებული ადამიანები ყლების მიერ, აი დღესროვანი მართლმადიდებლები, აი დაიტაკებიან ყავაში, დღეს გუშინ შემოვიდა ორი ადამიანი TikTok-ზე ნეოსთან დამიწყო რაღაცეები, ავდექი და მეც მივწერე მუხლები, კითხვები დავაყარე, 80 კითხვა დავაყარე. და მომწერა ერთ-ერთ პასუხებს წერდა და ბოლოს თქვენ ვარ გესმით სამებაო. კი ბატონო, არ მესმის სამება, ამიხსენი, მე მეუბნება გონებით ჩაუწდომელია. კი ბატონო, თუ გონებით ჩაუწდომელია, აბა რას მიმტკიცებს საერთოდ, რის სახსნას ცდილობ? თუ გონებით შეუწდომელია, მაშინ არ არსებობს ის რის გამოც თავს იწუხებ, ხო? რაღაც მიმტკიცებ. მაინც ვერ წაჭდება ჩემი გონება და მაინც ვერ გავიგებ სამებას და აზრი მითხარი. მისთვის მეკამათები. მე ვაფშე წავიდა ეს ადამიანი, ახლა ველოდები ერთი როდის მომწერს რომ ავდგები და გაუგზავნო მე შემდეგი მუხლები ესაიას 44:6-იც. პირდაპირ ამბობს ხო, რომ იძახიან მამა ცალკე ღმერთი არაა ძის გარეშეო. ეს არის უდიდესი ერესი, რადგანაც ესაიას 44:6-ში გასაგებად ამბობს ცაბაოთი უფალი, რომ ჩემს გარდა სხვა ღმერთი არაა. ცაბაოთი უფალი კიდე იესო ქრისტე არა. ეს ხატებზეც ვანახე რუსეთის ხატებზე. მაგრამ თქვენნაირ სრულ მასწავლებლებს ვერაფერს გააგებინებს კაცი, თუნდაც თავად პავლე მოციქული ჩამოვიდეს აქ და დაგემტკიცოთ იგივე. ცაბაოთი უფალი კიდე იესო არაა, დასკვნა თქვენ გააკეთეთ. ნეტარი იერონიმე აუგუსტინე წერს, მამა არ არის სიტყვა ისევე როგორც ის არც ძია და არც ხატება. Il padre infatti non è verbo cum non è nemmeno filio, ne immagine. ასევე ამატებს, ძე არის სიბიზნიდან, აი ხო იძახიან თუ ძეზე ნათქვამია რომ სიბიზნეაო, მამაო სიბიზნის გარეშე ხვალ იქნებაო, იმიტომ რომ მამის სიბიზნე თუ არისო, ერთად არიანო სამება ერთი ღმერთიო, მაგრამ აქ ამბობს ნეტარი აგვისტინე რომ ძეც კი არ არის პირდაპირ გაგებით მამის ტვინში ჩადებული სიბიზნე, არამედ არის სიბიზნიდან, როგორც სინათლისგან. აი ესე ამბობს. Il figlio è sapienza, da sapienza come luce da luce. ანუ იესოც არ არის თვითონ ის სინათლე, მე თუ მზეს დავარქვი თავიდან მზე და მის სხივს დაუწოდე სხივი, ამ სხივს მზეს ვერ დავარქვი, რომ ორი მზე არ მივიღო. როგორ არიან თანასწორები ხალხო არ გადამრიოთ რა. დაჟე ესაიას 44:6-იც კი წერია. ეს რე თიტყვის იახვე უფალი ღმერთი საბაოთ.
მე ვარ პირველი და მევე ამაცა შემდგომად ჩემზე გარეშე არ არის ღმერთი. ხედავთ, საბაუთი ღმერთი ამბობს და არა იესო ქრისტე. ესაიას 44-ში 6-ში კი არ ამბობს იესო აი ამ სიტყვებს. როგორ გინდა თქვენ აი ესაიაში არც დაწერილი რომ ღმერთი უკანასკნელი. საიდან რა მოაქვთ ხალხო მე არ ვიცი. ან პირველ და უკანასკნელს მამა ღმერთს სიტყვებს რო უკავშირებენ, როგორ შეიძლება ტახტზე მჯდომი და ის ვინც მასთან მივიდა კრავი ერთ და იგივე იყოს ხალხო. გამოცხადების მე-5 თავი ნახეთ, 2:27 ნახეთ, მე-19 თავი ნახეთ გამოცხადების, ყველგან ორ ღმერთია საუბარი. ანუ აი იესო მისის თქვა რომ არავინ აკეთილი ერთი ღმერთის გარდა. შიზოფრენია მეგობრებო, ძალიან დიდი ერესია უკვე. არ წერია მათეს სახარების მე-19 თავში. არავინ აკეთილი ერთი ღმერთის გარდა. ნუ მოკლედ ამ ერეტიკოს ნეოსაც დაუწერე იქ კომენტარებში. შენ ამბობ თუ ღმერთმა თქვა და ღმერთმა ქნა, ან ერთმა ღმერთმა თქვა და მეორემ ქნა, ამით გადაგებ ორ ღმერთზე. თუ შენ ისევ ჯიუტო, მაშინ ყურადღება მიაქცევ ფსალმუს 44:7. ტახტი შენი ღმერთო უკუნითი უკუნისამდია. გცხო შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი ყველა შენს თანაზიერებზე მეტად. აქაც ახსენებს ცხებულ ღმერთს ღმერთისაგან. და საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, ესე იგი თუ ქრისტე მამა არ ამბობ, მაშინ სხვა ღმერთს გადაგებ, რომელმაც სხვა მამა ქრისტეს. ხო იძახი რომ ქრისტე მამა არ არისო. ამავდროულად ამბობ რომ მამა ძის გარეშე არ არსებობს როგორც ერთი ღმერთი. გამოდის რომ ცხებულება მიეწერება მამა ქრისტესაც. შენი პირით იძახი რომ მეორე ღმერთი არაო და ვისაც ცხებს მამა ქრისტე მამაო. არა და იესო მოწმობს რომ მას მამამ ზეცაში სცხო. ის არის ცხებული მამის მიერ ზეცაში. ქვეყნის შექმნა და ივანეს სახარების 10:36-ში ეს კარგად ჩანს და მას ვინც მამამ წმინდა ყო, ეუბნებითო რომ ღმერთს გმობ რადგანაც თქვი რომ ღმერთის ძე ვარო? ეგ იყო ღმერთის გმობა რომ იესო თქვა რომ ღმერთის ძე ვარო? მას არ ვთქვი მე ვარ უზენაესმა თქვა. მე ვარ ღმერთის ძე. როდესაც პეტრეს ეუბნება რომ ეკითხება მოწაფეებს რომ ვინ გონიათ ჩემი თავიო ხო? ვინ ვარ მეო? პეტრე ეუბნება შენ ხარ ძე ცოცხალი ღმერთისა და იქ ბერძნულში რომ წავიკითხე კაცო პირდაპირ წერია ხო? რომ ძე ღმერთი კი არ წერია კაცო, წერია რომ ძე ცოცხალი ღმერთისა. ცოცხალი ღმერთისა, ან ღმერთის შვილი წერია პირდაპირ გაკეთდა. ღმერთის შვილი ღმერთი როგორ არის არ გადამოიტყვა. მაშინ ჩვენც ღმერთები ყოფილვართ. იმიტომ რომ უზენაესის ძენი ვართ თქვა და უზენაეს შვილები ხართ. და ის ვინც მის სულს უერთდება, ერთ სული ხდება მასთან ერთად. კორინთელებში ხომოს პავლე მოციქო. ასე პირველ კორინთელებში ამბობს რომ ღმერთი ერთია. ყველას გამრგე და დავანებული ყველაში და ყველაფერში მოქმედ. და ძეც თვითონ მამა აღადგინა მკვდრეთით. თუ სამება იყო მამა და სამება არ იყო მამა, მაშინ რატო წერია რომ კორინთით აღადგინა ღმერთმა იგიო, უფალიო. უფალმა საკუთარი თავი აღადგინა უფლის სახით. პირველი კორინთელების 6:14-ში პირდაპირ წერია რომ ღმერთმა აღადგინა ეს უფალი მკვდრეთით. და თუ უფალი ღმერთია თვითონ, თავის თავი აღადგინა? თუ ამბობთ რომ მამა არ იყო სამება, მაშინ ვინ აღადგინა? თუ მამამ საკუთარი თავი არ აღადგინა. ძის სახით. თაგამშვიდობებით მეგობრებო, იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველა ჩვენთაგანზე, ჩვენს მსმენელებზე, გადმოვიდეს ცხებულება და მოგვანიჭოს გააზრება ჭეშმარიტად იესო ქრისტეს შეცნობის, რადგანაც თუ ჩვენ არ შევიცანით და სწორად არ ვადიდეთ და ვაქეთ მისი ძის სახელი, ვერასდროს ვერ ვესაძნობით მამას, რადგანაც პირდაპირ წერია რომ მამა განადიდებს ეს, ანუ მამა პატივს მიაგებს და ეს განდიდება, როგორც მე ძველ ქართულში ვნახე, ნიშნავს იგივე როგორც ვასახელებ. და ასევე ამბობს ივანე სახარებაში იესო ქრისტე. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, რადგანაც პატივს მიაგებს მას მამაჩემ. ამ გაგებით პატივისცემა მამის მხრიდან ძისა, ისეთივე პატივისცემის მიგებაა, როგორც პატივსაც მოგოგებს ჩვენ მამა. და ეს საერთოდ ანიშნავს იმას, რომ ჩვენ თანამარადიურად და თანასწორები ხდებით მამისა და უზენაესის წინაშე. ასევე ივანეს სახარების მე-6:27 მუხში წერია, რომ თავად მამა ღმერთმა, მამაზე ციელმა, ცაბაოთ უფალმა აღბეჭდა ზეცაში კაცის ძე ქვეყნის შექმნამდე და მოავლინა ის წუთისობაში. ანუ ცხებულებაც კი ქვეყნის შექმნამდე იესოს ჰქონდა, არა როგორც ადამიანურ ბუნებას, არამედ როგორც კაცის ძეს ზეცაში მყოფს. და ანალოგიურად ჩდება ახლა შეკითხვა. და ეს შეკითხვა ამ შეკითხვით დავასრულებ. შეკითხვა მე-80. თუ თანასწორი ვარ, ანუ მე რო შენი თანასწორი ვიყო, რამე უნდა გთხოვო? რატო იძახის იესო მე თუ არ წავედი მამასთან, არ შევევედრე, ისი არ მოვა თქვენზე სული წმინდაო. საჭიროებდა თუ არა ძე მამისადმი რამის თხოვნას, თუ კი მისი თანასწორი იყო ივანეს სახარების 14:16-ში. იესო როგორც კაცი თუ ისე წავიდა ზეცაში და როგორც კაცი თუ ისე ეუბნება მოწაფეებს, თუ არ წავალ არ მოვა თქვენზე სული წმინდაო.
მაშინ რა თუ წავიდო და ვის გამოორდა სულიწმინდას თუ თვითონ იყო ის ღმერთი, ხო? მაშინ ჭირდებოდა სადმე წასვლა და ვინმესთვის რამის შევედრება თუ თვითონ იყო ის ღმერთიც, რომელიც იძლევა სულიწმინდას. თან ეს მართლმადიდებლები იძახიან სულიწმინდა ძისგან არ გამოდისო. აბა ვისგან მოიტანა იესო ქრისტემ სულიწმინდა მოციქულებზე, რომ შეუბერა და უთხრა დახშულ კარებში შვიდობაო და უთხრა შეუბერა და უთხრა მიიღეთ სულიწმინდა. ესე იგი გამოდის ძისგანაც, ხო? და რა უნდათ? მე-14 საუკუნემდე ამ დოგმატს აღიარებდნენ მართლმადიდებლები. მიუხედავად იმისა, კათოლიკებს გამოიყვნენ, ამ დოქტრინას იცავდნენ ამას კიდევაც გიორგი მთაწმიდელი, რომ დიახაც მამა გამოდის ძისგან, ასევე სულიწმინდა გამოდის ძისაგანაც და მამისაგანაც. ხოლო მაგრამ უპირველესად მამისაგან, როგორც ნეტარი აგვისტინი ამბობს. მამისაგან სულიწმინდა გამოდის მამისაგან და ასევე ძისაგანაც, თუმცა უპირველესად მამისაგან. ანუ მამა უწინარესია წესი. აბა დაგემშვიდობებით მეგობრებო. იფიქრეთ ამ ყველაფერზე. თუ იესო როგორც კაცი ისე წავიდა ზეცაში და როგორც კაცი ისე ეუბნება მოწაფეებს, თუ არ წავალ და არ მოათქვენზე სულიწმინდაო, მაშინ უკვე ასული და წასული ვისაც თხოვს იქ ზეცაში. სულიწმინდას თუ კი თვითონ იყო ეს ღმერთი, ხო? რაში ჭირდებოდა სადმე წასვლა და რამის თხოვნა ვინმესთვის, თუ თვითონ აგერ იყო მოსული სხეულში კვეთთაღმდგარი იესო და პირდაპირ შეუბერა სულიწმინდა და უთხრა მოციქულებს მიიღეთ სულიწმინდაო. ივანეს სახარების მე-20 თავის 21 მოხში. თან აღდგომის კვეთთაღდგომის დღის საღამო დღეს მივიდა და უკვე სულიწმინდა მისცა მოციქულებს. რატო ამბობს რომ თუ არ წავედიო მამასთან ვერ მიიღებთ? როდის წავიდა მამასთან? 40 დღის მერე, ხო? ანუ ესე იგი მანამდე ქონდათ მოციქულებს სულიწმინდა? ერთ მართლმადიდებელი შევეკითხე ხა უცხოეთში წავიდა. იყო პროტესტანტი და გახდა მართლმადიდებელი, მე პროტესტანტობას და მართლმადიდებლობას მიეტოვა. და შეკითხვა დაუსვი ზუსტად, რა თუ მოციქულებმა უკვე მიიღეს სულიწმინდა კვეთთაღდგომის შემდეგ იმავე ღამეს დახშულ კარებში შესვლისას, მაშინ რატო ამბობს იესო მე თუ არ წავალ მამასთან ვერ მიიღებ სულიწმინდას? როდის წავიდა თუ ამაღლება 40 დღის მერე მოხდა და მერე გადმოვიდა მოციქულებზე სულიწმინდა? აი ამაზე იფიქრეთ. დაგემშვიდობებით მეგობრებო. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და მამისა და არა ძისა, ანუ ღმერთი და მამა იხსენიება მამა ღმერთი და ზიარება სულისა წმინდისა, იმიტომ რომ სულიწმინდა არის აურა ღმერთის ძალაუფლება, დინამიუსი როგორც არის მოხსენებული, იყოს ყველა თქვენგანზე. ამინ.